კონსტრუქციები და კონსტრუქციული ნახაზი. ზოგადად რას მოიცავს კონსტრუქციული ნახაზი? საძირკველს, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მზიდ კონსტრუქციებს. საძირკვლის შემთხვევაში ანუ ფუნდამენტი, რაზეც ხდება სახლის აშენება. ვერტიკალური და ჰორიზონტალური კონსტრუქციები, ანუ მზიდი სვეტები, კოლონები, მზიდი პილონები და დიაფრაგმები, ასევე მზიდი მასიური კედლები. ეს არის ვერტიკალური კონსტრუქციები, ხოლო ჰორიზონტალური კონსტრუქციები ეს არის რიგელები, რანდგოჯები, როსტვერგები და ასე შემდეგ, რაც ჰორიზონტალურად ხდება მისი კონსტრუქციული აწყობა. შემდგომ ეს არის სახურავის მთლიანი სისტემა და ასევე გამოყენებული მასალების სრული სპეციფიკაცია. კონსტრუქციული ნახაზი აუცილებლად მოიცავს გამოყენებულ მასალებს. კონსტრუქციულ ჭრილში, ასევე საძირკვლის და სარდაფის სართულების გეგმები აუცილებლად შედის კონსტრუქციულ ნახაზში. კონსტრუქციული ნახაზი ეს არის არქიტექტურული გეგმარების გაგრძელება, რომ არა კონსტრუქციული ნახაზი არქიტექტურულ გეგმას განხორციელება არ უწევია. რადგან არქიტექტურის იდეას, არქიტექტურის ჩანაფიქრს თუ რა უნდა მას ააშენოს, რა მასშტაბის და რა ფუნქციური დანიშნულების შენობა ააშენოს, ზუსტად მის კონსტრუქციულ სიმტკიცეს, მის სიმყარეზე და შემდგომ პრობლემების გამკვლევებაზე პასუხისმგებლობას იღებს უკვე კონსტრუქციული ნახაზი, კონსტრუქტორი. თუ გვაქვს ჩვენ არქიტექტურული ნახაზი და არ გვაქვს კონსტრუქციული, ვერ ვიწყებთ მშენებლობას. თუ გვაქვს არქიტექტურა და შემდგომ მასთან შეფარდებული კონსტრუქცია, ჩვენ მზად ვართ მშენებლობის დასაწყებად. მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოვყევით YouTube-ზე და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ნახავთ მეტ საინტერესო ვიდეოებს.